რეგიონული მიმართულებების განვითარება სივრცით მოწყობაზეა აგებული. სივრცით მოწყობა კი ქალაქების დეცენტრალიზაციის და დეურბანიზაციის გარდა არაფერი არ გამოვა ირაკლი. კი ბატონო. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აი რეგიონების მიხედვით შეიქმნეს 200-300,000-იანი ქალაქები, რომლებიც ისეთივე სტილით განვითარდება, როგორც თუნდაც თბილისია განვითარებული. ანუ ხელოვნურად ამას ვერ გავაკეთებთ. რაღაცა კარგად უნდა დაიგეგმოს, ხო? აი ნაზარბაევის მაგალითი ავიღოთ. ააშენა ახალი ქალაქი და არქვა ასტანა. ძალიან რთული იყო ასტანის შენარჩუნება. მაგრამ შეინარჩუნა და განავითარა. აი ჩვენ გვაქვს ქალაქები, რომლებსაც პოტენციალი აქვს განვითარების. რუსთავი, აი კაიმერი ყავს, კარგად განვითარებს რუსთავს, აშკარად, ხო? თელავი, რომელიც ასევე შეიძლება რომ კარგად დაიბუსტოს, კარგად განვითარდეს. გორი, რომელიც ასევე შეიძლება კარგად დაიბუსტოს, კარგად განვითარდეს. ქუთაისი, იგივე ოზურგეთი და იგივე ბათუმი ისედაც განვითარებულია, ხო? ქობულეთი შეიძლება კარგად განვითარდეს. მომავალში სოხუმიც ესე კარგად შეიძლება და ცხინვალიც გავანვითაროთ. ცხეთა და მცხეთის შემოგარენი და ეს მხარე და ასე შემდეგ.